მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა ახლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენა შენს ცხოვრებაში, ხო? ამ ახლო დღეების განმავლობაში, როდესაც ნახავთ ამ გაშლას, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, რა მთავარი მოვლენა მოხდება თქვენს ცხოვრებაში. Რა თქმა უნდა, ეს გაშლა არის პროგნოზური და ძალიან ზოგადი და საჯარო. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს მომენტი. როგორც სულ გვექნება სამი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. გაჩვენებთ ახლა ქვებს. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემდეგ შემოგვერდეს. ჩვენ კი აქეთ გადმოვდეთ, რომ არა მერიოს. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით და დასაწყისისთვის ნახოთ პირველი პოზიციის. გადმოვიხდა, კარგი, მოსხო გადმოხდომა. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, პენტაკლების დედოფალი გადმოხდა. სიგნიფიკაცია, პენტაკლების დედოფალი არის აქ პირველ პოზიციასთან. პენტაკლების დედოფალი არის მიწის სტიქია. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი მანდ მაინც მიწის სტიქიის ჰოროსკოპი გქონდეთ, მაგრამ თქვენი ხასიათი გადის უფრო პენტაკლების დედოფალში, ხო? აი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტი, ხარისხი, ლამაზი ცხოვრება, კომფორტული ცხოვრება, შესაძლოა ვიღაცებს თავისი ბიზნესი გქონდეთ, ან მუდმივად იყვნენ შრომაში, დაუღალავ შრომაში, რომ რაღაც დააგროვონ, რაღაც კაპიტალი დააგროვონ, რაღაც თავისი შექმნან, მატერია ძალიან მნიშვნელოვანია პენტაკლების დედოფალისთვის. ასევე პენტაკლის დედოფალმა იცის თავის ფასი, აფასებს საკუთარ დროს, საკუთარ თავს, საკმაოდ ზანტია მოძრაობებში, ქმედებებში და აი უბრალოდ რაღაცისთვის და ვიღაცისთვის თუ იქ რამე შანს პერსპექტივას არ ხედავს, არ დაიღლის თავს, იმაში თავის რესურსს არ ჩადებს, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნიფიკაცია მოვიდა აქ, რომელიც თან გადმოხდა პირდაპირ დასტიდან, ესე რომ ვინც გრძნობთ, რომ რეზონირებს ეს სიგნიფიკაცია თქვენთან, უსმენთ გაშლას. აგრძელებთ მოსმენას, ხო? კარგი, ვნახოთ ამ ახლო დროის განმავლობაში, ამ ახლო მომავლის მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში გვაჩვენეთ მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი ალბათობით, რაც მოხდება ამ დღეების განმავლობაში პირველი პოზიციის ცხოვრებაში და რას ეხება ეს მოვლენა და დაიწყო ფეირვერკები გარეთ. ეთყობა რაღაც ძალიან ღირს შესანიშნავი ისეთი ვაუ მოვლენა იქნება. ესე იგი თვითონ მოვლენა, რა მოვლენა იქნება ეს და რას ეხება. ნახოთ თვითონ მოვლენა. აი ხო გითხარით ფეირვერკი დაიწყო თქვა, აქაც ფეირვერკული ენერგიებია. მე მგონი ეს უფრო ვიღაცას ეხება. კვერცხების რაინდ ეს არის ვინ? თუ ეს არის რა? აქ არის ვინ? კვერცხების მეფე ვინ? თუ რა? ეს კვერცხების რაინდი და კვერცხების მეფე ერთი პერსონა, ორი სხვადასხვა პიროვნება არის აქ. ესე იგი, აქ ორი სხვადასხვა პიროვნება. ეს ორი სხვადასხვა პიროვნება პირველ პოზიციის ცხოვრებაში და ორი ისევ აი ნახეთ, პირველ პოზიციასთან უფრო სწორად და თან ფეირვერკია ფონზე, ძალიან გასათვალისწინებელია ესეც, გამოჩნდება ვიღაც ორი პიროვნება, ერთი არის კვერცხების რაინდი, მეორე კვერცხების მეფე. და აი ამ ორ პიროვნებას ეხება ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. კარგი, რით გამოჩნდება პირველ პოზიციასთან ეს კვერცხების რაინდი? რაღაც შანსით თქვენთან, რაღაც ახალი შესაძლებლობებით, რომ აი კვერცხების რაინდი ვინც არის აი ეს, ხო? ეს პიროვნება გამოჩნდება რაღაც არაფერი კონკრეტული, ხო? აი აქ არის გრძნობა კონკრეტულობა, აბსოლუტურად არ არის გარკვეულობა თუ რით გამოჩნდება. აი ასე უბრალოდ უცებ, თვითონაც არ იცის ალბათ, ადგება და გამოჩნდება რაღაც ქმედებებით თქვენთან დაკავშირებით, რომელიც არის სპონტანური, არა თანმიმდევრული და გაურკვეველი.
რისთვის? სინამდვილეში, რისთვის? რომ რაღაც ეტაპი თქვენს ცხოვრებაში დაასრულოთ. ამისთვისაც რეალურად მისი გამოჩენა თქვენს გეხმარებათ, რომ რაღაც ეტაპი დაასრულოთ და რაღაც ბოლო წერტილამდე მიიყვანოთ რაღაც, რაც შესაძლოა ამდენი ხანი გრძელდებოდა, შესაძლოა ამ ადამიანთან დაკავშირებით, ან უბრალოდ თქვენს ცხოვრებაში, ხო? და თვითონ პირველ პოზიციასთან დაკავშირებით, რატომ არის მისი გამოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ რაღაცას ჭრით ამ ადამიანთან დაკავშირებით თუ ისე. არა, კონკრეტულად აი, ესე იგი, სავარაუდოდ უმრავლესობისთვის აქ არის ის პიროვნება, ეს კვერთხების რაინდი, ვისაც იცნობთ, ვისთანაც რაღაც ისეთი სიტუაცია, ან პაუზა, ან გაურკვევლობა, ან იყო თქვენ შორის რაღაც, ხო, და ეს ადამიანი ისევ ჩდება თქვენთან და თქვენ რაღაცას არ ყვევთ ამ ადამიანთან, რაღაცას ჭრით, რაღაცის გამორკვევა და საბოლოო წერტილამდე მიყვანა. ანუ რის გამორკვევა? რაღაც საუბარი, შეთანხმება, აი ერთად რაღაც დასკვნამდე მისვლა, ხო? კარგი, რა არის ეს უმრავლესობისთვის? მე ვიტყოდი დასრულება გაურკვეველი სიტუაციის. შესაძლოა აქ იყოს ფორმატი, დასრულება გაურკვეველი ფორმატის, სადაც არ არის განვითარება, სადაც არის ილუზია, სიცივე და გაურკვევლობა, აი ამის დასრულება, ხო? ვინ ახლა რა ეტაპს გააგრძელებს, ეს უკვე სხვა თემა. ეს რაც შეეხებოდა კვერთხების რაინდს, ისეც ვიკითხოთ ჩვენ აქ. აი, ეს კვერთხების მეფე რით გამოჩნდება? ეს კვერთხები ამ მოუნდება ყურადღება. ამ კვერთხების მეფეს მოუნდება თქვენი ყურადღება, თქვენი განწყობის დამსახურება. ძანწნაურია. ხმლები ამოდის. რაღაცის გადაჭრა. ეს ორი სხვადასხვა მამაკაცია თუ ეს ერთი მამაკაცია სხვადასხვა გამოვლენებით? არა, სხვადასხვა მამაკაცია აქ. ორი სხვადასხვა, აი აქ მნიშვნელოვან მოვლენაში არის ორი სხვადასხვა მამაკაცის გამოჩენა. კარგი, ეს პენტაკლების მეთქი. ამ კვერთხების მეფეს უფრო რაღაც რომელთან არის პერსპექტივა? რაინდთან თუ კვერთხების? ორივესთან. გაჩნია თქვენ რა საერთოდ? საინტერესოა. აი ძალიან აქ ორი მნიშვნელოვანი პიროვნების გამოჩენა თქვენთან, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას. კარგი. მე დამავიწყდა აქ თავარი კითხვა. ეს სასიყვარულო სფეროს ეხება, თუ შეიძლება არ ეხებოდეს ეს სასიყვარულოს და ეს რაღაც უბრალოდ ურთიერთობა, ბიზნეს ურთიერთობა, მეგობრული და რავი კიდე სხვა, რომანტიული. სხვათა შორის არ არის აუცილებელი ეს სიტუაცია იყოს რომანტიული. შესაძლოა აქ საერთოდ არ ეხებოდეს რომანტიულ სიტუაციას და ეს იყოს რაღაც ისეთი საქმიანი სიტუაცია, ან თქვენი მეგობარი, ან კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაციამ დაგეხმაროთ, რაღაც ქმედებაში იდეა მოგაწოდოთ, ან ორივე ადამიანთან დაკავშირებით, ხო, რაღაც ქმედება, თუ რაღაც მაგალითად ვიღაცა პერსონასთან რაღაც გაურკვევლობა იყო, ან არ გამოდიოდა სიტუაცია, ხო, უფრო მეტად არა მხოლოდ რომანტიული კონტექსტი აქ ამის თქმა მინდა, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. კარგი, მაშინ ასე ვიკითხავ, ხო, აქ ორი ადამიანი როა, ძალიან რთულია ამის მთლიანად გაერთიანება, რადგან ორი სხვადასხვა პიროვნება ამოვიდა აქ გამოჩენაში, რომელიც გვანანთან, იმიტომ რომ კვერთხებია ორივე. მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა. კარგი, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი პოზიციისთვის? იმიტომ რომ აქ არის ვაუ. აქ არის გარკვევა აქ რაღაცის. ტრანსფორმაციას. ეს მოვლენა გამოიწვევს ტრანსფორმაციას. მოგცემთ შესაძლებლობას, რომ რაღაც აირჩიოთ ის, რაშიც არის რეალური შანსი. ეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული მომენტი იქნება თქვენთვის. პირველ რიგში სულიერი კუთხით. აი რაღაც ისეთი
იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ აი ამ მოვლენაში დაინახავთ სიმართლეს. რაღაც დაინგრევა და თქვენ დაინახავთ იმას, თუ რაც წარმოადგენს სინამდვილეს, რაც წარმოადგენდა სინამდვილეს. აი ძალიან ესეთი მიჭირს ზუსტი თქმა აქ რამის, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთია ტრანსფორმაციული. აი უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ აქ ექნება გარკვევა. აი ვიღაცასთან ერთად იქნება გარკვევა. ვიღაცასთან შესაძლოა აქ საბოლოოდ რაღაც გაარკვიოთ საბოლოო წერტილამდე. ვიღაცამ ორი პიროვნებიდან ხო თუ არა. მე ვფიქრობ უფრო რაღაც ისეთ სიტუაცია ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ გასკდება აქ და დასრულდება. აი უფრო ამაზეა, რაც თქვენ ამავდროულად მოგცემთ გამოცდილებას, უფრო მეტ ცოდნას. მაგრამ პირველ რიგში თქვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იწვევს ძალიან დიდ განვითარებას თქვენში. რას ეხება ეს, ვნახოთ კიდევ ერთხელ. რას ეხება და ეს ეხება თქვენ ემოციურ ფონსაც. თქვენ ემოციურ ფონსაც ეხება. მე მაინც ვიტყოდი, რომ ამ ორი მამაკაციდან ერთ-ერთთან რომანტიული, კი. საერთოდ აქ ისეთ სიტუაციაში შესაძლოა არ იყოს რომანტიული, მაგრამ თქვენ ზოგადად უფრო ეს იმისკენ ხართ, აი როგორ თქვა, უფრო მოგწონთ ფლირტი შესაძლოა, ხო? აი ფლირტი შეიძლება არ იყოს, აი ფლირტი უბრალოდ მოგწონთ, როდესაც აი იბრანჭებით, აი ატყობთ, რომ ადამიანს მოწონხართ, ხო? შესაძლოა უბრალოდ აი მოგწონთ ეს აი ამ მომენტის შეგრძნება დანახვა მოგწონთ შესაძლოა, ხო? და არ არის აუცილებელი მანდა მაინც რომანტიკულ პარტნიორს და პერსპექტივას ხედავდეთ მამაკაცს, შესაძლოა უბრალოდ ეს პროცესი მოგწონდეთ. აი რაღაც ასეთი სიტუაცია აქ, რომელიღაცასთან, ან ორივესთან მოგწონთ და გაგცურვილი რომ რაღაც გაიბრანჭოთ. მაგრამ ამ ორიდან რომელიმეს მიმართ რაღაც რომანტიკული გრძნობები აქვს პირველ პოზიციას. კი, რომელიღაც არის აქ თქვენთვის განსაკუთრებით ისეთი მომხიბვლელი, რომელი კვერთხების რაინდი თუ კვერთხების მეფე. 7-6 კვერთხების რაინდს უფრო გამოვყოფთი აქ. რაღაც კვერთხების რაინდში უფრო ხედავთ რაღაც ისეთ მიმზიდველობას, უფრო საერთო რაღაცას ხედავთ აი ამ კვერთხების რაინდში. აქ რთულია მეგობრებო, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა პიროვნებაა. და გაშლა საჯაროა და ორი სხვადასხვა პიროვნებაზე უნდა გაკეთდეს გაშლა, რას მოიტანს ერთი და მთლიანად ჩაღრმავდეს, შემდეგ მეორეზე რომ გამოვიტანოთ რაღაც დასკვნა და ახლა მე მას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა. ამიტომ ახლა ვფიქრობ როგორ გავაკეთო ისე რომ რაღაც ისეთი შემაჯამებელი ინფორმაცია მივიღოთ აქ. კარგი, მაშინ ასე ვკითხოთ, რას მოიტანს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა პირველ პოზიციისთვის? რას მოიტანს? გარკვევას, ანუ აქ თუ იყო რაღაც გაურკვევლობა ვინმესთან დაკავშირებით, აი ვინმე ასეთ პიროვნებები ამ მამაკაცების მაგალითად თუ გახსენდებათ, იცოდეთ რომ აი თუ იყო რაღაც კონფლიქტი, დაძაბული სიტუაცია, აი ამის გალაღება, დასრულება და უფრო რაღაც ახალი ლაღი, სასიამოვნო დასაწყისი გაგრძელება ემოციებით. სადაც არის სილაღე, სადაც არ არის ეს გაგიშვი-გამიშვი სიტუაციები, ხო? ორივე მამაკაცთან ქურუმი ქალი. ორივესთან თუ რომელიმესთან. არა რომ ორი ძალიან საინტერესო. რაღაც ორივესთან მგონია აქ რაღაც იქნება ორივესთან რაღაცის გარკვევა. ძალიან საინტერესოა. პირველი პოზიცია აუცილებლად გამიზიარეთ აქ თქვენი სიტუაცია, შეხედულება, თქვენთან როგორ გათამაშდა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ საინტერესოა. კარგი, ნუ რა გაითვალისწინოს აქ აი ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით პირველმა პოზიციამ. რა გაითვალისწინოს? არ იღელვოთ და რაც არ უნდა იყოს, არ დაძაბოთ სიტუაციები. არ ეცადეთ არ იყოთ რაღაც კონფლიქტურ ენერგიებში, რომელიც პირიქით ძალიან შვიდად, დიპლომატიურად, კონფლიქტის აგრესიის გარეშე ეცადეთ მიუდგეთ მოვლენებს და სიტუაციას ამ ადამიანებთან დაკავშირებითაც და ზოგადად თქვენი ცხოვრების დაკავშირებით.
ბასთან დამებლუკაიან, ანუ ხომ მიხვდით რას ვამბობ. თან განსაკუთრებით აი ამ ახლო დღეებში დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ აი ჩვენი ეს პროგრამები, რაც არცნობიერად ქვეცნობიერად გვაქვს და ამ ყველაფერს არცნობიერად თამაშობთ, ასე რომ ვთქვათ, სხვა ადამიანებთან, სხვადასხვა სიტუაციებში ვიყენებთ, არის შესაძლებლობა იმისი, რომ ეს ნეგატიური პროგრამები დავტოვოთ და გადავიდეთ უფრო ახალ, მაღალ, ასე რომ ვთქვათ, საფეხურზე. განვითარების, სულიერ განვითარების მაღალ საფეხურზე, ასე რომ აუცილებლად გამოიყენეთ ეს სიტუაციები იმისთვის, რომ თქვენ განვითარდეთ სულიერად და პირიქით, უფრო ესეთი არსება გახდეთ, ესეთი გახსნილი, მეგობრული, სულიერად განვითარებული. ასეთი გაშლა იყო აქ საინტერესო პირველი პოზიციისთვის, ასე რომ ემზადეთ, ელუდეთ აი ამ ორ პიროვნებას აქ და ამ პიროვნებებთან სიტუაციის გარკვევას, ეცადეთ რომ მაქსიმალურად ისე დაძაბულობის, აგრესიის გარეშე მივდგეთ ამ ყველაფერს და იფიქროთ საკუთარ თავზეც და საკუთარ ემოციებზეც. რჩევა პირველ პოზიციას feeling fear is a call for love. თუ გრძნობთ შიშ, ეს არის ძახილი სიყვარულისთვისო. ამას ამბობს აქ კარტი, ხო? რეალურად, როდესაც რაღაცის გვეშინია, ესე იგი ჩვენ სინამდვილეში გვჭირდება სიყვარული. ნუ ამ გამოთქმას შეგვიძლია ნაირად და სხვადასხვა კუთხით შევხედოთ და შევაფასოთ და ჩავუხმავდეთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მე ვფიქრობ სიყვარული აი როგორ თქვა, სიყვარული ეხმარება ყველაფერს. არ შეგეშინდეთ, უფრო მეტად სიყვარულით მიუდექით ყველაფერს და პირველ რიგში აჩვენეთ საკუთარ თავს სიყვარული და ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის. სხვადასხვა გამოვლენებში, სხვადასხვა ფერებში და სხვადასხვა ფორმებში. რომ ასეთი იყო პირველი პოზიციის ინფორმაცია, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი. თუ როგორ თამაშდება ეს ვითარება ეს სიტუაცია თქვენთან, აუცილებლად ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია, გამოიწერეთ ჩემი არხი და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე და ასევე შეგიძლიათ შევკვეთოთ ჩემთან ბედის მატრიცის სესია პლუს ტარო სესიასთან ერთად, სადაც გექნებათ შესაძლებლობა უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოთ საკუთარ თავში და საკუთარ ენერგიებში. მივესალმები, ვინც აირჩია მეორე პოზიცია. ნახოთ დასაწყისისთვის მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. ზოგადად მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. გვაჩვენეთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. მეორე პოზიცია. საინტერესო სიგნიფიკაცია. ვაუ, რა კარტებია. მეორე პოზიცია აქ საოცრად მიმზიდველია. ვინც აირჩია აქ მეორე პოზიცია, ვინც ახლა ისმენთ, აი არ ვიცი, საოცრად მიმზიდველი ესეთი ენერგია და გარეგნობა გაქვთ, აი ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავთ. თქვენი გარეგნობით ასევე ცოდნაც ხო შესაძლოა საინტერესო მოსაუბრე იყოთ, ისე საუბრობდეთ, აი ადამიანებს ატყვევებდეთ, ესეც არის აქ. ნუ საოცრად მიმზიდველი გარეგნობა, ვარსკვლავური, მიმზიდველი, მაგიურიც კი, რაღაც თქვენში არის ჩვეულებრივი ქარიზმა და მაგნეტიზმი. ძალიან ღრმად გავჭედე ამ სიტყვას. ძალიან ღრმად ინტუიციურები ხართ და სენსიტიურები. ხო, აი თვითონ თქვენს გრძნობებს დიდად არ აჩვენებთ, უფრო ქმედებებში აჩვენებთ თქვენს გრძნობებს და დამოკიდებულებებს. უფრო ქმედებები არის აქ, ვიდრე რაღაცა ბევრი საუბარი გრძნობებზე და განსებზე, უფრო ქმედებებია. კარგი. თუ გრძნობთ, რომ აი თქვენთან ახლოს მოდის ეს ინფორმაცია, რაც ახლა მე სიგნიფიკაციაში გავაჟღერე, აგრძელებთ მოსმენას. ნახოთ ამ ახლო დროის განმავლობაში, ხო, ამ ახლო მომავლის განმავლობაში მაქსიმუმ 10 მეთქი, ну, კაი, ალბათ 10 ტყუილად არ ვთქვი, კაი, იყოს მეორე პოზიციისთვის 10-თან 10-იანი კვერთხების გადმომივარდა. ამ 10 დღის განმავლობაში მეორე პოზიციისთვის რა მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი ალბათობით მოხდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში.
რა მნიშვნელოვანი მოვლენა, თვითონ მნიშვნელოვანი მოვლენა, რა არის, გვაჩვენეთ და რას მოუტანს. თვითონ მოვლენა. აქ ვიღაც კვერთხების რა პირველ პოზიციასთანაც იყო კვერთხების რაინდი, აქაც არის ვიღაცა კვერთხების რაინდის გამოჩენა ეს რა ვიღაცა ყოფილია აქ. მეორე პოზიცია აქ ვიღაცა ყოფილის გამოჩენა დიდი ალბათობით, თუმცა არ დავივიწყოთ რომ ეს საჯარო გაშლა, ხო, ამასაც ხაზი გავუსვათ. აშკარად აქ ვიღაცის გამოჩენა თქვენს მიმართ. ვიღაცის ვისთანაც უკვე გარკვეულწილად გაგაჩნიათ ბევრი ისტორია, ბევრი ჩანჯალ-მანჯალი გაქვთ ამ ადამიანთან. კარგი, კიდევ რა არის ეს, ხო? რა მნიშვნელოვანია? აქ გრძნობებია, ემოციებია, რომელიც დიდი ხანია თქვენს გაქვთ გრძნობები და ემოციები, ხო, ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ცდილობთ, რომელსაც მეორე პოზიცია, ხო, რომელიც ცდილობთ, რომ აქ დავდებ, აკონტროლოთ, ხო? ცდილობთ, რომ ეს გრძნობები აკონტროლოთ, თუმცა რთულია ეს ზომიერება დაიცვა, ხანდახან ეს გრძნობები გაკონტროლებენ თქვენ. მეორე პოზიციაც ცდილობს, რომ ეს ვიღაცა დაივიწყოს. კი, ძალიან დიდი ძალისხმევა ეხარჯება მეორე პოზიციისთვის იმისთვის, რომ ეს ვიღაცა კვერთხების რაინდი, всё, აღარ იყოს თქვენთვის აქტუალური და აქ ჩდება. კი ბატონო, და აქ ჩდება. და ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე პოზიციასთან უფრო ისე კონკრეტულად არის. კარგი. რატომ არის მნიშვნელოვანი? ამ პიროვნების გამოჩენა და რატომ არის საერთოდ ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თქვენ აქ გქონდათ ამ ადამიანის მიმართ საკმაოდ სიღრმისეული გრძნობები. შესაძლოა ამ ადამიანმა გულიც კი გადგინათ და ამ ადამიანის გამოჩენა გეხმარებათ თქვენს და თვითონ მასაც, რაღაც თქვენ ის ერთმანეთს ეხმარებით და ერთმანეთთან კომუნიკაცია გეხმარებათ თქვენს ცხოვრებაშიც კი, რომ უფრო მეტად რაღაც გაიხსნეთ, უფრო ლაღად იყოთ. შესაძლოა ერთმანეთთან საუბარმა დაგეხმაროთ საკუთარ თავის პოვნაში, რაღაც პასუხების პოვნაში, რასაც შესაძლოა აქ მესამე მეთქი მეორე პოზიცია ეძებდეს ან ფიქრობდეს რაღაცეებზე. ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთმანეთთან გამოჩენა აქ შესაძლოა იყოს ძალიან დამხმარე თქვენთვის, რომ პლუს ეს ჭრილობები გავუშვათ. ეს ტკივილი გაუშვათ და უფრო გაიხსნათ, თქვენი გულიც გახსნათ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქ მეორე პოზიციისთვის, ხო? რას მოგიტანთ? დაკიდებული სიტუაციიდან გამოსვლას, მსხვერპლის როლიდან გამოსვლას, ცოდნას, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აარიდოთ გაურკვევლობას თავი, როგორ დაასრულოთ ის სიტუაცია, რასაც შესაძლოა რაშიც გაჭედილები იყოთ უკვე დიდი დროა, ხო? რაც ვარ ამ სიტუაციაში. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს კონკრეტულ პიროვნებას, ვისთანაც ვარ დიდი ხანია დაკავშირებული და რეალურად შესაძლოა ყველაფერი დაასრულო და მაგრამ მაინც გრძნობ რომ ვარ გაჭედილი ამ სიტუაციაში. აქ მოგიტანთ ცოდნას. თუ როგორ იმოქმედოთ, თუ სად არის გზა, სად არის გამოსავალი, ხო? რაღაც ასეთ ცოდნას. ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, აუცილებლად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და მარტო თქვენ არა, მასაც დაეხმარება ეს სიტუაცია. ძალიან კონკრეტულია აქ მეორე პოზიცია. რა რჩევა დარიგება მეორე პოზიციისთვის აქ. არ შეგეშინდეთ თქვენი კომფორტული ზონიდან გამოსვლა. აქ შეგეშინდებათ შინაგანი, როგორ თქვა, გადალაგება გადმოლაგებების, ხო? ამ შინაგანი დალაგების და ზოგადად ცხოვრებაში რომ რაღაცები ტრანსფორმირდება და იცვლება, ამის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დადებითი იქნება თქვენთვის, ხო? ეს ტრანსფორმაციები, რაც ამ ადამიანთან დაკავშირებით, ის ადამიანი მოიტანს თქვენ ცხოვრებაში, ეს დადებითი იქნება და პირიქით დაგეხმარებათ, ასე რომ თამამად გაუშვით წარსული, გაუშვით ძველი სტრუქტურები, ძველი მოცემულობის რაღაც მომენტები და აბსოლუტურად შეაბიჯეთ ახალში. არ გინდათ სიძველე, არ გინდათ ის, რაც უკვე აღარ გემსახურებათ, მოკვეთეთ ეს ყველაფერი და დაიწყეთ აბსოლუტურ ახალ რაღაცაზე ზრუნვა, რაც მოგიტანთ მოსავალს, ასე რომ ვთქვათ. ხო? კარგი, რჩევა მეორე პოზიციას, პრინციპში რჩევა ვიკითხეთ, მაგრამ კიდევ რჩევა აქვს მეორე პოზიციას, რაც მეორე პოზიციამ
ნიშნავენ რომ გაიგონოს. My light attract light. თქვენი შუქი იზიდავს შუქს, ხო? ნუ მარტივი რჩევა აქ. თუ ჩვენ ვართ ავსებულები, თუ ჩვენ ვანათებთ შინაგანად, გარედანაც ვიზიდავთ შესაბამის ადამიანებს და შესაფერის სიტუაციებს. ასე რომ ასეთი რჩევა აქ მეორე პოზიციას წარმატებას უსურვებ. მეორე პოზიციასაც აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, ვისაც მოგეწონათ, დატოვეთ თქვენი უკავშირი ამ თემასთან დაკავშირებით, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ უფრო მეტი საინტერესო გაშლის მოსასმენად. ხოლო მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე და ახლა კიდევ დავამატე ბედის მატრიცის სესია პლუს ტაროსთან ერთად, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ საკუთარ ენერგიებს, საკუთარ თავს. მივესალმები, ვინც აირჩია მესამე პოზიცია და ვნახოთ დასაწყისისთვის მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად, ხო? ვინც აირჩია მესამე პოზიცია. თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენ. მესამე პოზიცია. არასტანდარტულები ხართ ძალიან. მრავალფეროვანები, საინტერესოები, მუდმივად ილტვით ახალი შთაბეჭდილებების, ახალი ემოციებისთვის, განვითარება, ახალი ინფორმაციის მოძიება, ვიღაცები შესაძლოა აქ ვინც მესამე პოზიციას ახლა ისმენთ, უკვე რაღაც ისეთები იყვნენ, როგორ თქვა, თავისი ქმედებებით, თავის საქმიანობით გამოჩენილები, რავი, ბლოგერები, ან უბრალოდ ისეთი ადამიანები, ვისაც ყავს თავისი რაღაც გარკვეული დიდი აუდიტორია, ან დიდი მასშტაბის აუდიტორია, გარეგნობაზეც საკმაოდ ისეთი ხართ, აი ორიგინალურები, თვალში რო გვხვდება ეგრევე ასეთი ადამიანის გარეგნობა. კიდევ ანუ აქ არის გრძნობა იმპულსურობა, საკმაოდ არა ხართ იმპულსურები, საკმაოდ ისეთები ხართ, სანამ სადღაც ახალში შეაბიჯებთ, ძალიან ნელ-ნელა მიყვებით. აი ახალი თქვენთვის რთული არის მომენტებში, აი რთულია მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, საბოლოო ვერდიქტი დასკვნა გამოიტანოთ და უკვე ახლისკენ იმოქმედოთ. აი ეს ცოტა ისეთი გრძელი პროცესია თქვენთვის, გჭირდებათ დაკვირვება, გადახედვა, გადმოხედვა. მომენტებში აქ თითქოს და რაღაც დინებას და მცხოვრებისეულ სიტუაციებს თქვენ მიყავხართ და მომენტებში შესაძლოა მესამე პოზიცია აქ კონტროლსაც კი კარგავდეს რაღაც მომენტებზე, ხო? აქ არ არის ისეთი მოცემულობა, რომ აი ყველაფერს აკონტროლებს მესამე პოზიცია. არა, აქ პირიქით რაღაც გაქვთ ძალიან სიღრმისეული ძლიერი ინტუიცია, გაქვთ და შინაგანი კომპასი, გაქვთ თუ საით წახვიდეთ. მაგრამ რადგანაც ეს გაშლა ახლა საჯაროა და არა ინდივიდუალური, ვიღაცეები უსმენენ ამ შინაგან კომპასს და ვიღაცეები კიდე ვერ უსმენენ ან არ უსმენენ და შესაბამისად ვერ იყენებენ მომენტებში, ხო? ვისთვისაც რეზონირებს ეს სიგნიფიკაცია, აგრძელებთ მოსმენას, ესე იგი თქვენი პოზიცია ეს, ვისთვისაც არა, სხვა პოზიცია აირჩიეთ. თუ არც ერთი არ რეზონირდა, ასეთიც შესაძლებელია, რადგანაც ეს გაშლა ძალიან ზოგადია და ყველასთვისა და არა რაღაც მარტო ერთი ადამიანისთვის, ხო? ასე რომ ბუნებრივია რაღაცები რეზონირდება, რაღაცები არა. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი, ამ ახლო მომავალში, ამ ახლო დღეების განმავლობაში, მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში, რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება მესამე პოზიციის ცხოვრებაში, ხო? რა მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს მოვლენა გვაჩვენეთ და რას მოუტანს მესამე პოზიციას ეს მოვლენა. რა მნიშვნელოვანი მოვლენა, მე არ შემიძლია სამივე პოზიციაში როგორ არის ურთიერთობებზე, ეს ვიღაცასთან დაკავშირებით, თუ ეს რაღაც სიტუაცია ვიღაც კვერთხების მეთქი, ამდენი კვერთხები, ვიღაცა ხმლების რაინდი. თქვენ ხართ ხმლების დედოფალი, ხმლების რაინდი და აი თქვენს შორის აი ასეთი სიტუაცია, სადაც თქვენ ვიღაცასთან არ ყვევთ სიტუაციას. ეს შესაძლოა იყოს ყოფილი, შესაძლოა იყოს ვიღაც ესეთი პიროვნება, ვისთანაც ცოტა დაძაბულობა გაქვთ. ან ესეთი ეს რომანტიულ კონტექსტიდან გვაქვს თუ სხვა.
ну, ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს რომანტიული კონტექსტი. 3-დან და 4-დან, ხო? ვიღაცასთან რომანტიული კონტექსტი, ვიღაცასთან არა რომანტიული, მაგრამ აი რაღაც საერთო გააქვთ, გაერთიანებთ რაღაც, ხო? შესაძლოა ეს იყოს საერთო ბავშვი, საერთო სახლი, საერთო საქმე, არ ვიცი, ხო? საერთო ინტერესები, მაგრამ უფრო საქმეც შესაძლოა იყოს აქ რაღაც კარიერა, ან მეგობარი შესაძლოა იყოს თქვენი. ყველა ვარიანტი ჩამოთვლი მაინც საჯაროა და რა იცი, იქნებ და თქვენთან მოვიდეს, ხო, რომელი. მაგრამ თავი მოვლენა აქ არის რაღაცის გარკვევა. ხო, რაღაცის გარკვევა. რაც დიდი ხანი აქ პირველს თქმით, მესამე პოზიციას აწუხებს. რაც თითქოს და მესამე პოზიციას აგრძნობინებს თავს მსხვერპლად. აი ვნახოთ აქ რა მოვლენაა ეს. სადაც მესამე პოზიცია ვერ იღებს იმას, სადაც თქვენ ვერ აღწევთ აი იმ ადგილს ან იმ რაღაცას, რაც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ და მიაღწიოთ, აი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ვერ შეთანხმდით თითქოს და ამ ადამიანთან დაკავშირებით. ან რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც თქვენზე აისახება, როგორც რაც თქვენზე ემოციურად აისახება, რომ თქვენ უფრო აი როგორ თქვა, მოწყვლადად გრძნობთ თავს რაღაც მომენტში არაკომფორტულად, ეულად რაღაც მომენტში. აი ისიც რომ თითქოს აი თქვენი საზღვრები არ არის დაცული. თითქოს აი ვიღაცამ შეელახა თქვენი სივრცე, ხო? ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური მაგალითად, რომ აი ვიღაცამ ფსიქოლოგიურად ჩემი სივრცე შეელახა, ხო? ვიღაცთან შესაძლოა ფიზიკურადაც იყოს. მაგრამ აი ეს არის ესეთი რაღაცა, რომ აი ვიღაცამ გაგრძნობინათ ის, რომ ვიღაცამ აქ აგრძნობინა მესამე პროცესს, რომ არის ხო, ну არასასიამოვნო ესეთი გამოცდილება, სადაც მიიღეთ ის, რაც, ну, არ გინდოდათ, ხო, ესეთი გამოცდილება თავგადეხილი, სადაც ხო, გავიტეხეთ თავი, წავატეხეთ კისერი, რა ვიცი, ვის როგორც უნდა ისე აღწეროს, მაგრამ ხვდებით, რასაც გულისხმობ, აი ამ ხმლების მეფესთან დაკავშირებით. და ზუსტად აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ხდება რა ამ სიტუაციის დასრულება, ამ სიტუაციიდან გამოსვლა, რაც მე ახლა ავხწერე, ხო? აი ამ სიტუაციიდან გამოსვლა ხდება ახლა და ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მესამე პოზიციისთვის. პირველ რიგში მესამე პოზიციისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ ისევ დაკავშირდეთ საკუთარ თავთან, ისევ იგრძნოთ როგორი ლამაზები ხართ, როგორი მომხიბლელები ხართ. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა თქვენთან კომუნიკაცია, კონტაქტირება, რომლებსაც უნდა თქვენი გულის მოგება, ხო? და ეს თვითონ მომენტი გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გეხმარებათ, რომ აი თქვენი ნატკენი გული ისევ გახსნათ. პირველ რიგში ეს მოვლენა არის აბსოლუტურად თქვენთვის, რომ თქვენ დაუკავშირდეთ საკუთარ თავს და აივსოთ საკუთარი თავი და მიხვდეთ როგორი ლამაზები ხართ. თქვენი თვითშეფასება უფრო გაძლიერდეს და გამაგრდეს ჯანსაღობის ფარგლებში, რა თქმა უნდა. რას მოგიტანთ? აი ამ სიმძიმის უკან დატოვებას, რაც უკავშირდებოდა ამ ხმლების რაინს. აი სადაც მესამე პოზიცია გაუფასურეს, აი ამის უკან ჩამოტოვება და თქვენ აღარავის აღარ მისცემთ ამის უფლებას და საერთოდ გრძნობთ, რომ თქვენ ხართ დედოფალი და არავინ არ არის იმის ღირსი, რომ ინერვიულო და დახარჯო დრო, ხო? ემოციურად განსაკუთრებით. სკორხების რაინდი ეს თუ სხვა. ხო, ამ ხმლების ეს ხმლების მეფე რო გახდეს კვერთხების მეფე მესამე პოზიციისთვის თუ კიდევ ვინმე სხვა. არ გამოვრიცხავ იმას, ვისთვისაც ეს აქტუალურია, იმისთვის ვამბობ, რომ აი ვიღაც ამ პიროვნებასთან, ვისთანაც გქონდათ დაძაბულობა, სად არის, ხო? ამ ხმლების მეფესთან, ვისაც გქონდა დაძაბულობა, ასევე შესაძლოა იყოს შერიგებაც კი. ესეც შესაძლოა იყოს აქ, მაინც ეს საჯარო გაშლა და ამასაც გავაშლებ. ვიღაცასთან შესაძლოა ეს აქტუალური იყოს, ხო, ეს ინფორმაცია. ესე იგი მესამე პოზიცია გამოდის მისთვის ისეთ მძიმე ემოციები და აი როგორ თქვა, ენერგიებიდან აი ამ კონკრეტულ აბსოლუტურად, სადაც თქვენ უფრო მეტად აფასებთ საკუთარ თავს. და ამ პიროვნებიდან იქნება რაღაც ნაბიჯი მესამე პოზიციის მიმართ. ну არა არ არის ნაბიჯი ამ პიროვნებიდან რაღაც და არ მგონია, იცით? ამ პიროვნებიდან რაღაც საერთოდ ესეთ გაურკვეველია თუ პირიქით არის ნაბიჯი. არა, ამ პიროვნებიდან არ არის ნაბიჯი.
უბრალოდ თვითონ მესამე პოზიცია საკუთარ თავში, ხო, უბრალოდ თქვენ შინაგანად ირჩევთ სხვა რამეს საკუთარი თავისთვის. ისეთ შესაძლოა იყოს თუ აკეთებთ ნაბიჯს. შესაძლოა ნაბიჯის გადადგათ თქვენც აი ამ ადამიანთან დაკავშირებით. არ ვიცი. აქ ვისთვის რა ფორმატი, რა კონტექსტია და ვის რა ბექგრაუნდი აქვს ამ ადამიანთან დაკავშირებით, რადგანაც ეს გაშლა ძალიან საჯაროა და ამდენი ადამიანი უყურებს. ყველა სხვადასხვა ისტორია აქვს, ბუნებრივია და თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენს ინდივიდუალურ ისტორიებს. აქ შესაძლოა ვიღაცასთან ისე იყოს ეს სიტუაცია, რომ აი მაგალითად საუბარი, ხო, ვისაუბროთ და გადავჭრათ ერთობლივად და რაღაც დასკვნამდე მივიდეთ, ანუ შორდებით, ანუ ვაქრძელებთ საერთოდ სხვა საფეხურზე გადავდივართ. ვიღაცამ შესაძლოა არ ისაუბროს ამ პიროვნებასთან მართლა, მაგრამ შინაგანად გადაწყვიტოს, რომ всё, ჩემთვის მორჩა გათავდა და გააგრძელოს. აირჩიოს საკუთარი თავი. ასე რომ თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ აქ ვისთან რა ვითარება. რჩევა მესამე პოზიციისთვის, რაც სჭირდება მესამე პოზიციას, რომ გაიგონოს ახლა. აირჩიეს სიკეთე. Choose kindness. აირჩიეს სიკეთე. და თქვენ მარტო არ ხართ. ესეც იცოდეთ. თქვენ მარტო არ ხართ და აირჩიეთ სიკეთე. ეს უკვე როგორც გინდათ ისე გაიგეთ. აღარ გავაკეთებ ინტერპრეტაციას, რადგანაც ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს ეს მესიჯი. ასეთი ინფორმაცია იყო აქ მესამე პოზიციისთვის, ვისაც მოეწონა ეს გაშლა და ვინმეც იპოვა რაღაც საინტერესო იდეები და ლაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე და ბედის მატრიცის სესიაზე.